მომისმინე ქალბატონო მართლა. ახლა გაიგებ რას ნიშნავს შერცხვენა. რასაკეთებ? მიდი, წამოდი განყოფილებაში პოლიციელებმა რომ მოხსნან. რასაკეთებ? გარდა ამისა მოუყვები როგორ გამიფუჭე ცხოვრება რომ მოხსნან. რასაკეთებ? რა მოხდა ჩემი შეშინება ვერ შეძელი? შენ რა დამცინი? შენაირები განყოფილებაში არ წავლენ იმიჯი რომ არ შეილახონ. შენ რა ბავშვს ატყუებ? თუ დამცინი? გიჟი ხარ ხო? ხო? ლეილა ბატონო სერკან დიდ ბოდიშს გიხდით. გრანტის შესახებ რომ მიკითხეთ. მე გითხარით რომ არ გაგვიუქმებია. მე მკითხეთ დარწმუნებული ვარ თუ არა. მე გითხარით რომ ვარ, მაგრამ მე აღარ ვიყავი დარწმუნებული. ლეილა ბატონო სერკან, გრანტი გავაუქმეთ. ყველა ჩვენი ფინანსისტებისგან მივიღე ინფორმაცია. უბრალოდ ისე იკითხეთ რომ კარგი ლეილა, კარგი. მერე დავილაპარაკოთ. შეგიძლია ჩემს მანქანასთან წამოხვიდე. რატომ? უშენო და არ შემიძლია მოძრაობა. მანქანასთან თუ გამომყვები, ბორკილებს მოვიხსნით. რა მოხდა? განყოფილებაში წამოსვლა გადაიფიქრე? კი, გადავიფიქრე. ასეც ვიცოდი. თანაც ვისურვებს ხოლმე ბორკილები მანქანაში. ხილად. დაიგავე. ეს ბორკილები მოსაწევში იდო? რაზე ფიქრობენ ეს ადამიანები? გასაღები არა. სხვანაირად ვერც იქნება. აქ წერია რომ მათ გააერთიანებენ. მომეცია. უამრავი საქმე მაქვს. ჩემთან ერთად წამოხო. შენ საქმეები გაქვს და მე არა? იცი რა შემიძლია მთელი დღე შენთან ერთად ვიარო. დღეს ისევე გამიფუჭებ, როგორც ჩემი ცხოვრება გააფუჭი, არა? ეს შენს გამო მოხდა, გასაგებია? ამიტომ რამე გონიერს თუ მეტყვი? მოგისმენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანაში ჩაჯექი. კარგი, ჩავსხდეთ. ფრთხილად. ტარება იცი? უკაცრავად? ეს რა წინასწარი განწყობაა? კაც კითხავდი მაგას? კი თუ არა? ჩაჯექი. გონი ასე უფრო მარტივი იქნებოდა. ტაქსიმში წავიდეთ. მანქანა სინქრონულად ვატაროთ. არავის რომ არ ედგინოს. კარგი? კარგი. შეგიძლია დათანხმება ყოჩახა. აუ, ღმერთო მიშველებთ ხო? სინქრონულად. მაპატიე. ჩვევა. ვცდილობ ხვედი შევიკრა. ახლა კი? დიდი ალბათობით. არ გიტარები ასეთი მანქანა არა? ამიტომ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ. რაც უნდა იცოდე ჯერ ერთი. მანქანას პატივი უნდა მიიღო. ვინ ხარ? ცოტა ნელა შეგიძლია? უკვე ჯარიმა მივიღეთ. ეგ შენ მიიღე, მე კი არა. შენი მანქანაა. შეგიძლია ჩემი ჩანთა აიღო, მე ვერ მივწვდები.
შეგიძლია ხმამაღლა ჩართო. გისმენთ მელო? დედა, სად ხარ? ქუჩაში? რომელ ქუჩაზე გითხარი და მოვალთ? Spesifik olarak bir yer söyle yanına geleceğiz biz. მელო გზაში ვარ ახლა. Değilim, hareket halindeyim. ახლა შენს მანქანასთან ვარ. Karşı karşıyayım. ვისთან ერთად ხარ? სად ხარ? ასე უცნაურად რატომ ლაპარაკობ? Niye tuhaf tuhaf konuşuyorsun? სერკან ბოლთანი. მე კი აქ ველსის პრინცთან ერთად ვარ. Yanındayım ya. Vallahi. მართლა. არც იკითხო, ძალიან საყვარელი ადამიანია. Kızım doğru düzgün. ნორმალურად გიპასუხე გოგო, სად ხარ და რას აკეთებ? სერკან ბოლათთან ერთად ვარ მელო. მისი მანქანით მივდივართ, გასაგებია? რა? Nereye ეგ როგორ? სად მიდიხარ? სად მივდივართ? Otele. სასტუმროში. სასტუმროში. სასტუმროში? შეგიძლია გზას უყურო? ერთი ხელი შეგიძლია ადარო. ხელს მომაგლეჭ. Eda. ედა, ნორმალურად გითხარი, რა სასტუმრო? რომელ სერკან ბოლათზე ლაპარაკობ? მაშინებ. მელო შეიძლება მე დაგირეკო, უნდა გავთიშო. Şu an kapatmam lazım. გათიშე. Kapat kapat. გათიშე. Eda'cığım. ედა, Kızım ne diyorsun? გოგო რა ამბობს? Beri ya. Melo ne მელო diyorsun? გითხარი რა თქვა? Kapattı. გათიშე. İyi de ne Gatișomde dedi რა თქვა? kapatmadan? ლაპარაკი დაავიწყდა. რომელი სასტუმრო? ტაქსიმში ერთ-ერთ სასტუმროში უნდა წავიდე. İş toplantısı. იქ მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. უცხოეთიდან ჩამომივიდა სტუმარი. ხელიდან რომ გავუშვა ვეღარ ვნახავ. იქნებ ჯერ ბორკილების მასახსნელად წავსულიყავით. Bak adın her მისმინე სულ ერთი არ აქვია. rica ediyorum. მაგრამ გთხოვ, მოდი ტაქსიმის სასტუმროში წავიდეთ. მე Taksim'deki გპირდები ამ ბორკილებს მოვიხსნით. sana კარგი? keyifli açtıracağım. Sanki გეგონება უარის თქმა შემიძლია. gibi. Şu an შემოხედა ერთი. Merak etme. არ იღევო. ben de böyle არც მე მომწონს ასე სიარული. telefonu açma. უნდა დავრეკო. გესმე? ენგინ, ზენგალი წამოიყვანე და ტაქსიმის სასტუმროში მოდი. ზენგალი? დიახ, ენგინ, ზენგალი იპოვე და წამოიყვანე. სასტუმროში? ზენგალი? ძმაურა კენი? სასტუმროს ნომერს ჩაიკეტე? რა მოხდა? Elimde ბორკილები მიკეთია, რომელიც უნდა მოვიხსნა. o yüzden ამიტომ იპოვე ზენგალი Taksim'deki otelde buluşalım. და სასტუმროში შევხვდეთ. ბორკილები? ბორკილების საკითხს მოვაგვარე. გავიგე, მეც მანქანაში ვარ. რატომ გათიშე? Dikkatini იმიტომ რომ dağıtıyor. წდები. İnince დაურეკავ როცა გადახვალ. Yok aç. არა, არ პასუხობს. კი არ პასუხობს, გათიშა. კი არ გათიშა, მე უწვდომელი აქვს. Ya ben anlamadım. ვერ გავიგე, რატომ მიდის სასტუმროში ადამიანთან ერთად, რომელსაც ვერ იტანს? Otele gider. Evet, bu da Მართალია, doğru ya. ერთად Sonuçta მასაჟზე არ beraber წავიდოდნენ. masaj yapacak halleri yok. Benim ედა, tanıdığım რომელსაც Eda, მე Serkan ვიცნობ, Bolat'ın bir კილომეტრზეც კი არ kilometre მიუახლოვდება და yaklaşmaz. სერკან ბოლათს. Bu işin შეიძლება derdi. პრობლემები აქვს, O მაგრამ değil. არა. Peki კარგი და biz şimdi როგორ Eda'yı nasıl ვიპოვეთ bulacağız ედა მეგობრებო? arkadaşlar? Ne bileyim Mera ben vitsi. nasıl bulacağız ya. Buldum beni buldan bulacağız. მოიფიქრე, O ne ya? პროგრამა მიპოვეთ იმ ნახოთ. ეგ რა არის? პროგრამაა, მე და ედამ გადმოვიწერეთ იმ შემთხვევისთვის ტელეფონზე მოვპარავდნენ. Aç. ჩართე, Eda. ედა, Bul. იპოვე. Bir dakika. ერთი წუთით, ესე იგი ტელეფონი გათიშული არ აქვს. მაშინაც ეძებს, როცა გათიშული აქვს. Uygulama პირველად olduğunu გავიგე ilk მსგავსი defa პროგრამის შესახებ. Ben de. მეც. Çünkü zengin იმიტომ რომ ეგ kesim მდიდრებისთვის için არ üretmemiş არის. ამიტომაც. Bak bak. ნახე, ნახე. onlar. Ne var? რა იყო გაწყენინეთ? სიმართლეს ვამბობ. ტელეფონი რომ დაკარგოთ, მაშინვე ახალს იყიდით. მაგრამ ჩვენ ვუფრთხილდებით ტელეფონებს, იმიტომ რომ 36 თვიანი განმავლობით ავიღეთ. ბევრი პროგრამაა მსგავსი. Bir sürü uygulama var. Beni bul, ben seni მიპოვე, bulayım, siz მე beni თქვენ bulun. გიპოვით. Birlikte bir თქვენ şeyler კი მე. bulalım. ერთად ვიპოვოთ რამე. Uygulamalar. არის მსგავსი პროგრამები, მაგრამ თქვენ არ იცით. მიდი მელო, მიდი, ედა ვიპოვოთ. Buldu. იპოვე სად არის? Burası neresi? მე ვიცი სადაც არის. შენ ყველაფერი იცი. როგორ წავიდეთ? Nereden აქეთ ეჩვენებს, მოიცადე? Buradan gösteriyordu. სად? Nereden? აი აქეთ, წამოდი. Oradan. რადგან აქედან მოვედით, აქედანვე გავალთ. Evet. აბა ახლა რა ვქნათ? Bekle. მოიცადე. Bekle. მოიცადე, მოიცადე, Bekle. მოიცადე. Şimdi. ახლა. გადადი მიდი. Engin nerede? ენგინ სათხარ. გზაში ვარ.
ზეინკალი ჯერ ვერ ვიპოვე, რა ხდება? ბორკილებში რატომ ხარ? ენგინ დაივიწყე. ახლა შეხვედრა მაქვს რა ვქნა. ამ მიწას თუ არ ვიყიდით, ჩვენი ყველა მცდელობა ლონდონში ფუჭი იქნება. ვერ წავალ. ვერ წავალ მასთან შესახვედრად ბორკილებით. მე რატომ მიბრაზდები ძმაო? წადი და მას გაუბრაზდი, ვინც გაიკეთა. კარგი ჩქარე. აბა, მოდის? იმიტომ რომ ძალიან მომშივდა. წამოდი, შენ შეხვედრა ჩაატარე, მე კი შევჭამ. როგორ წავიდე შეხვედრაზე ბორკილებით? რაზე ვლაპარაკობდი აქ? გონი შეძლებ. მართლა ვერავინ შენიშნავს. მე მოვაგვარებ. როგორ მოგვარებ? თუ გეუბნები რომ მოვაგვარებ, ესე იგი მოვაგვარებ. თანაც შენ გაგვიანდება, როგორც გინდა. აბა, მივდივართ? წავედით. არა, ლიფტით არ წამოვალ, კიბით ავიდეთ. სად არის კიბე? რატომ არ წამოხვალ? ასე მისჩევნია გასაგებია? ხო, თუ შეიძლება კიბით ავიდეთ. არ ვიცი, იმიტომ რომ რესტორანი მე-15 სართულზეა. ამიტომ კიდევ ერთხელ დაფიქრდი. არ შემიძლია მეთქი. კიბით ავიდეთ. ლიფტში სუნთქვა მიჭერს. გთხოვ, კიბით ავიდეთ. სუნთქვა შეიკავებ, მაგვიანდება. არ შემიძლია. არ წავალ. შემხედე მისმინე. შენს გამოიშედას დავიტანჯე დღეს. გასაგებია? ამიტომ ახლა როგორც ნორმალური ადამიანი ჩემთან ერთად ლიფტში წამოხვალ. თემა დახურულია. ნახეთ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდი. მართლა მაინტერესებს კიდევ რა პრობლემების შექმნა შეგიძლია. რა იყო, მხოლოდ და მხოლოდ კიბით ადიხარ. დიახ, მე-15 სართულზე. შენთან ერთად ბორკილებში. მართლა ვერ ხვდები, რომელი არანორმალური გაუკეთებს უცნობს ბორკილებს. ხვდები მაინც შენს გამო რა მდგომარეობაში ვარ? გგონია მე არ ვინანე? შემოხედე. ძალიან კარგ ხასიათზე ვარ? შენზე ვარ მიჯაჭვული. მას მერე რაც გაგიცანი. ყველაფერი უკუღმა მიდის. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისედაც უკუღმა მიდიოდა შენს გაცნობამდე. შენ რომ არა, ლანდშაფტის არქიტექტორი გავხდებოდი. ჩემს გამო ვერ გახდი არა? ნამდვილად, შეგიძლია მთელი ცხოვრება იარო სხვასთან ერთად ბორკილებში, ეგ მე არ მედარდებს. გარდა ამისა, შეგიძლია მიწაც არ იყიდო, არც ეგ მანაღლებს, სერკან ბოლათი გაკოტრდეს, არც ეგ მადარდებს. მორჩი? მორჩი. შვენიერი. წავედით. ხო, რაზე უნდა შევთანხმდე იმ ადამიანს? ის მიწას არ ყიდის. მე კი უნდა ვიყიდო. გასაგებია? ადამიანი თავის მიწას არ ყიდავს, მაგრამ შენ გინდა რომ იყიდო? როგორ? ძალიან კარგი დარწმუნების უნარი მაქვს. დაჭკუას კარგად ვიყენებ, მაგრამ შენი წყალობით რაღაც სულელური ბორკილები მიგეთია. ამიტომ არასერიოზულად მიმიღებს. ეს შეუძლებელია. გესმის? ხომ გეუბნები, ადამიანი ვერ დაინახავს ხელბორკილებს, ეგ ჩემზეა, გასაგებია? გავაგრძელოთ. არა დაამთავრდება. არა, აქეთ ხარეს ანათებს. იქეთ ეჩვენებს ძურფასო. ის არის იქით ხარეს აჩვენებს. წავიდეთ, აბა. აქეთ ხარეს არის, ხომ გეუბნებით? მე გეტყვით. სწორია. აბა მითხარი სად არის? მოვედით და ტელეფონი სად არის? სად არის? მანქანაში. ამაში? მანქანა? რა სიგნალი არაფერი ჩანს. ედა. ჩანთა სად აქვს ნეტა? მე რა ვიცი, იქნებ საბარგულში ჩატენეს. იქნებ რაღაც დაემართა. მე რა ვიცი, ედა? გოგოებო? გოგოებო, რა? ეს ნახეთ? რა მოხდა? მოდით. რა ხდება? შენ ერთი. ო. სასტუმროში წავიდეთ, ჩქარა. ერთი წუთი. გონი ცუდი არ იყო რა? კარგი. წამოდი.
ზღვის სილამაზე შეხედე. ბატონი ევრენი ის კაცია. რომელი? აი ეს. Evet. აბა, როგორი გეგმა? ვფიქრობ. Düşünüyorsun. ფიქრობ? 15 kat merdiven. 15 სართული ამოვიარე და ახლა დაიწყე ფიქრი. მისმინე იზოლებული ხარ მინდო კარგი? იძულებული ვარ გენდო? Sabahtan beri. გამუდმებით მეჩხუბები. შენი სახელიც არ ვიცი. İsmini falan bilmiyorum. მისმინე იცი? გადავიფიქრე. ენგინი ყველაფერს გააკეთებს. მოიცადე, ადამიანი გვიყურებს. გვიყურებს. წელზე მომხვია ხელი. რა? წელზე ხელი მომხვია. Ne yapıyorsun? რასაკეთებ? თავისუფლად მოიქეცი? შენი შეყვარებული ვარ. Sen neden? ახლა რატომ ეხმარები? არ ვიცი, ხანდახან სიკეთის გაკეთება მინდა. მშვენიერი. წამოდი. წამოდი. რა ქვია? Evren. ევრენი. ევრენი. Merhabalar Serkan. გამარჯობა. Hoş bulduk. გამარჯობა. ბოდის ვიხდი ცოტა დავაგვიანეთ. არა უშავს. ერთმანეთს გაგაცნობთ. ქალბატონი Perihan. ფერი, Evren. ბატონი ევრენ. გამარჯობა. მე სერქანის შეყვარებული ვარ და ამავე დროს პროექტის სპონსორი. თქვენი გაცნობა მინდოდა. მოგესალმებით ქალბატონო ფერი. გთხოვ დაბრძანდით. Buyurun oturun. Tabii lütfen. დიახ, გთხოვ დაბრძანდით. Lütfen. გთხოვთ. Evren Bey. ბატონო ევრენ, დროს ტყუილად უნდა ვხარჯავთ. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. თქვენ ისედაც იცით, რომ ტერიტორიის შესყიდვა გვინდა. ჩვენი შემოთავაზება დოსიეშია. მადლობა, მაგრამ Ama იქნებ ჯერ რამე მივირთოთ. არ ღირს? შიმშილით კვდები. თუ შეიძლება. რა არ უნდა მეთქვა? გთხოვთ. მადლობა. არაფერს. მაპატიეთ, აქ ტკბილეული არ არის. შეგიძლიათ დესერტების მენიუ მომიტანო? tatlım ძვირფასო, aç olduğunu söyledim. ხომ თქვი რომ გშია რადგინა დესერტი? ძვირფასო ხომ იცი რომ ჯერ დესერტს ვუკვეთა? ჯერ დესერტს მივირთმევ და მე მშვიდად დავაყოლებ დანარჩენს. აბარა. მართლა ძალიან სასიამოვნო ქალბატონი ხართ. Yani. დიახ, დიახ. Yani. დიახ. მისაღებში ვიკითხოთ? Soralım. ვიკითხოთ. Merhabalar. გამარჯობა წარმატებები. მოგესალმებით. დღემშვიდობისა მეგობარი ყავს სახელად ედა ილდიზი. თქვენი სტუმარია. შეგიძლიათ ნახოთ? არ ყავს სტუმარი სახელად ედა ილდიზი. Müşterimiz yok. არა. იქნებ ედა ბოლათი ნახოთ? Ona bakar mısınız? ედა ბოლათი რა შუაშია? შენ მოიცადე, თქვენ ნახეთ. ედა ბოლათი. არც ედა ბოლათი ყავს. Müşterimiz yok. O da yok. არ არის. რომ გთხოვოთ, შეგიძლიათ ნახოთ სერქან ბოლათი თუ ყავთ? გთხოვთ. Lütfen. O da yok. არ არის. Yok. არა, არ არის. კარგი. Peki böyle და ვინი არ რეალურად ლამაზი ხომ არ გინახავთ? ისეთი ლამაზი, რომელსაც უყურადღებად ვერ დატოვებდით. თვალში არ მოგხვედრიათ, იმიტომ რომ შეუძლებელია თვალში არ მოგხვედროდათ. görmemeniz mümkün değil çünkü öyle birini. Kusura bakmayın. გვაპატიეთ, წამოდი ერთმანეთში ვილაპარაკოთ. გონი უნდა დაეთქვა რომ ნახა. არ გეტყვის. ედას ჯერ კიდევ ვერ ვუკავშირდებით. მე გარეთ ნახავ, თქვენ კი აქ. დავიშალოთ. Koskoca სად ვიპოვით ედას ამუზარმაზარ სასტუმროში? სურათი ვანახოთ, იქნებ ფილმი ნახა. Kız doğru. მართალი ხარ? კიდევ ერთხელ გამარჯობა. მოდის გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ ბოლო კითხვას დაგისვამთ. სურათზე მყოფი ადამიანები. ხომ არ გინახავთ? Tamam tamam. დიახ, ნახე ხელბორკილები ეკეთათ. ხელბორკილები? ხელბორკილები? არ ვიცი, ხელბორკილები ეკეთათ, ლიფტისკენ წავიდნენ. ჩვეულებრივი ხელბორკილები? ხელზე ეკეთათ? როგორც დამნაშავეებს. Suçlu değil mi? დამნაშავეებს? Suçlu mu? Suçlu mu? დამნაშავეებს? არა, ძვირფასო რა დამნაშავეები, ისინი ჩვენი მეგობრები არიან. გაუგებრობა მოხდა, გვაპატიეთ, მელო არასწორად გაიგე, წამოდი. O zaman ben მაშინ შემოთავაზებას გადავხედავ ახლა. Bu benim kısmetim ხალთ sana. ნებას თუ მომცემთ? Yiyebilir miyim? მაპატია დიდი ბოდიში, გემრიელად მიირთვით. ქალბატონო ფერი, იცით ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა არის საჭირო? თქვენაირი ადამიანები, თქვენსავით ბუნებრივი ადამიანები, რომლებიც არაფერს არ აქცევენ ყურადღებას. მადლობა. დესერტი გადადი. მომეც ასე მგონია. Beni şaşırttın. ძალიან გამაგვიროთ.
ეს ის ფასია, რომელსაც ველოდი. ზუსტად ამაშია საქმე ბატონო ევრენ. ფასი მაღალია, მაგრამ შეგიძლია მარილი მომეწოდო. Biz bu yüzden ამ ხილაფაც იმიტომ ვიხდით, რომ მიხვდეთ, რამდენად სერიოზული მყიდველები ვართ ჩვენ. ciddi bir alıcı olduğumuzu. ასეთი კარგი ფასი თუ ვიმსჯელებთ, ძალიან გჭირდებათ ეს ტერიტორია. Bayağı ihtiyacınız var. ახლა კი ჩემო სიცოცხლე შეგიძლია соуსი მომეწოდო. Şöyle. მოკლედ, ბატონო ევრენ, ახლა თქვენი ტერიტორიები ძალიან უხდება ჩვენს მშენებლობებს. Tesisler için გოლფის ტერიტორია, ჩოგბურთის კორტები, sahaları. პორტი იახტისთვის. დაფიქრდით, Yani bir düşünün. დიდებული არ არის. Değil mi? ქალბატონო ფერი, თქვენ რას ფიქრობთ ტერიტორიასთან დაკავშირებით? ჩემო სიცოცხლე, ტერიტორია პირდაპირ ზღვის პირასაა. Denizi de çok შენ ზღვა ძალიან გიყვარს. დიახ, იმისთვის რომ ნებისმიერი ადგილი შევიყვარო, ზღვის ხედით უნდა იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც მას ვუყურებ, ის მიზიდავს. ბრავო, ვიცით მე იახტაზე ვცხოვრობ. ზღვაზე ძალიან ვარ შეყვარებული. შემოთავაზება თქვენთან მაქვს. თქვენს პროექტში როგორც სპონსორს თუ მიმიღებთ, მაშინ დავთანხმდები ტერიტორიის გაყიდვას. ბატონი ევრენი დათანხმდა, დიდებულია. Evet. დიახ, ბატონი ევრენი თითქოს თანახმაა. მაგრამ ერთი დეტალი გამოგჩა ძვირფასო. და ეს არის ის, რომ პარტნიორობაზე უარს ამბობ. Yani yatırımı მარტო უნდა მართოს. istiyor. მართალია, კარგია რომ შემახსენე ჩემო სიცოცხლე. როგორც ყველა მეც მარტო მირჩენია ჩემი პროექტების მართვა, ასე უფრო მშვიდად მუშაობ. Öyle daha rahat çalışıyorum. გასაგებია. თქვენი დესერტი ქალბატონო. დიდი მადლობა. გემრიელად. Paylaşmak Ginde? ister misin? მარწყს ვერ ჭამ. ალერგია მაქვს მასზე. მოკვდები. მაშინ უფლება მაქვს სახელწოდება მივცე. Şimdi Evren Bey. ბატონო ევრენ, ძალიან კარგი შემოთავაზება გაგიკეთეთ. ამაზე მეც ვერაფერს მოგცემთ. გულწრფელები ვიყოთ, ეს ტერიტორია ხარჯებს მოითხოვს. ამიტომ გაყიდე და დამშვიდით. Alarsınız. ქალბატონო ფერი. თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემს ადგილას, რას იგზავნით? გაყიდდით? Şöyle. მოკლედ. შეიძლება არ გამეყიდა. Anladım. როგორც მივხვდი, ფულის პრობლემა არ გაქვთ. Bir adam gelmiş. მოვიდა ერთი ადამიანი სერკან ბოლოთი. Teklif შემოთავაზება გაგიკეთეთ. პარტნიორობა არ უნდა. სახელწოდების მიცემის უფლებას არ იძლევა. შეიძლება არც გამეყიდა. Hayatım. საყვარელ სახეზე რაღაც გაქვს. Krema var. მაგრამ იქედან გამომდინარე რომ აქ მოხვედით, თანახმახარც გაყიდოთ. საინტერესოა თქვენი გული რას გეუბნებათ. ბებია ჩემი ამბობდა, როდესაც ადამიანი ზღვას უყურებს, მისი გონება ნათდება. დაფიქრდით, რას გეტყვით თქვენი მშვენიერი სული? გადაწყვეტილება მივიღე. ქალბატონო ფერი, თქვენს გამო ტერიტორიას ვყიდი. მე კი თქვენი ხათრით უფლებას გაძლევთ სახელწოდება მისცეთ. სახელწოდება მთელ ტერიტორიას კი არა, შეიძლება მარტო პორტს მიეცეს. დიახ, აღნიშნოთ მაშინ. მოდით. ბატონო სერკან. ვერ გავიგე ასე ძალიან რატომ გაბრაზდი ადამიანმა ვერც ბორკილები ნახა და ტერიტორია შევისყიდეთ. Adama isim ადამიანს უფლება მიეცეს სახელწოდება მისცეს. პორტში რომელიმე პონტონს დაარქმევს მის სახელს. ისე გავაკეთე რომ გამეხარებინა. ხომ გითხარი არ გელაპარაკა არა? უკაცრავად? გონი სხვებში შეგეშალე. შენ ვერ მიბრძანებ. emir falan veremezsin de. მისმინე. როდესაც ხელშეკრულებას ვდებ, საპირისპირო მხარე სიტყვის საშუალებას არ ვაძლევ. ყველაფერი ისე კეთდება, როგორც მე მინდა. Neymiş ya? როგორი ამბიციური ხარ? Ayrıca და საერთოდ, o ეგ ტერიტორია ჩემი წყალობით იყიდე. İyi misin? კარგად ხარ? bir yardım შეგიძლია eder misin? დამეხმარო. Sıcak bastı. ცხელა და ეს უნდა მოვიხსნა. Tamam. კარგი, კარგი მოდი. უბრალოდ ხელი უნდა აგეწია. არ იყო საჭირო პერანგის შეხსნა.
მაშინ ზუსტად თქვი. დაგეხმარე და კიდევ დამნაშავე აღმოჩნდი. ფრთხილად. ერთი წამით. Şu an gazete okumanın sırası mı? ახლა გაზეთის კითხვის დროა. შენი აზრით გაზეთის კითხვას ვაპირებ? ყველა ჩვენ გვიყურებს. Ha bu. ასე ყურადღებას საერთოდ არ ვიქცევთ. Buraya mı აქ მოვლე? Evet buraya gelecek. კი აქ მოვლე. მოდი დავასხდეთ. Serkan. სერკან. ინგი, სად იყავ? ძმოა გახდება? ეს კალბატონი მინა. Bilmiyorum. არ ვიცი, არ მეუბნება თავის ახალს. თვალი არ გეცეს. ზეინკალის მოყვანა გთხოვე და მთელი კომპანია მოიყვანე აქ. აბა რა უნდა მეკრა ძმაო? შენ მითხარი ბორკილები მიკეთიაო. ამიტომ შენი ადვოკატი მოიყვანე კანონიერი პროცედურებისთვის. ასისტენტი, დარეკვათ მოგინდება. ზეინკალი მოიყვანე, ბორკილები რომ მოხსნას და ყოველი შემთხვევისთვის ოსტატი მოიყვანე. მე საქმე არ მქონდა, უბრალოდ სამხიარულოდ მოვედი და ძალიან მომწონს საქაურობა. Neyse. Ancak ne oluyor? კარგი, რა ხდება ძმაო? არაფერია. უბრალოდ პატარა გაუგებრობა. გთხოვ გახსნათ უკვე ეს. ძმაო, მიდი გახსენი. ოღონდ ბატონო, მეგონა კარი უნდა გამეღო და იმისთვის რომ კანონიერად გავხსნა ბორკილები, მაგისთვის ნებართვა არ გვაქვს. თუ მომინდება კი გავაღებ, მაგრამ პატიოსანი ზეინკალი ვერ ვიქნები. ვერ ხსნი. პატიოსანი ზეინკალი. პატიოსანი ზეინკალები არსებობენ? რა არის ეს? რატომ უნდა მოვიტყო ბატონო? დავიფიცე რომ დამნაშავეს და ქურც არ დავეხმარები. მაპატიეთ ვერ გავხსნი რა. ჩვენ რა ისე გამოიყურებით, თითქოს უკანონო საქმეებს ვაკეთებდეთ? ჩვენ აქ სკამზე ვხედავთ და საერთოდ ბორკიდებს გულები ახატია, გულები. პატარა იდეა მაქვს. იქნებ განყოფილებაში წავიდეთ, იმიტომ რომ პოლიციელები უფრო პროფესიონალურად ხსნიან ბორკილებს. შეიძლება. როგორც თქვენი ადვოკატი განყოფილებაში წასვლას არ გირჩევთ ბატონო სერკან. ენგინ, უკვე უბრაზო. მართალი ხარ ძმაო. ახლა ორ წუთში მოვაგვარებ ყველაფერს. მე მოვაგვარებ ყველაფერს. ხო, არა, რას აკეთებ? რას კი რას ვაკეთებ? ორ წუთში. სხვა ზეინკალი გამოიძახე, არ მაინტერესებს. სხვა ზეინკალი? არა მეთქი. ბატონო, შეგიძლიათ მოხვიდეთ. არა, გაიწიეთ. ბატონო, მოდით. ასე არ მინდა, სხვა ზეინკალი გამოიძახე, ასეთი ტკბილი ცხოვრება გაქვს. დიახ, ძვირფასო ტკბილია ჩემი ცხოვრება. მართლა არ ვიცი. და შენი? გთხოვთ ბატონო რა. მოდი აქ, გახსენი. ძმაო, გთხოვ, სხვა ზეინკალი. ერთი წამი. ფიფი? ფიფი. მადლობა. გილოცავ ენგინ. Helal olsun. გილოცავ ენგინ, გილოცავ. 20 კაცი მოიყვანა და ვიღაც ფიფიმ გახსნა. ძმაო, დამნაშავე მე დავჭი? შენ მითხარი რომ ბორკილები გეკეთა? ხალხით უნდა დამახსნა, მადლობა ფიფი. Sağ ol Fifim. კარგად ხარ? İyi misin? İyiyim. კარგად ვარ. ვინმე ხომ არ გადაიღო გარშემო მიმოიხედეთ. რა? გოგოები სად არიან? ლეილა შეგიძლია გამომართვა. გოგოებს უნდა დაურეკო. ინტერვიუ მოვამზადოთ. ლეილა ჩემი მანქანასადაა. არა, ყველგან ნახე, მაგრამ ამ სასტუმროში არ არიან. Otelde hiçbir yerde yoklar ya. Ya hatta ყველა ნომერს მოусმინე კიდეც. ნეტა ვიცოდეთ რა არ გავიგონე. bir bilsem var ya. კარგი, რა მელო. Ben de aradım yoklar. მეც მთელ სასტუმროში მოვძებნე, მაგრამ არ არის. Biz bir güvenlik წამოდი falan დაცვასთან. yapalım. მართალი ხარ? კარგი იდეაა. წამოდი. Alo. ალო, გოგოები არიან? Buldum. ვიპოვე parkta. პარკში ვართ. Tamam bekle. კარგი, გელოდებით. Kenet ბორკილები başlasın. რატომ გეკეთა? Yazıp- ძალიან რთული დღე მქონდა.
მე რეაგიხსნი. დავიღალე. გოგოები მოვიდნენ. სად იყურები? მიდით ყოლანი საქმეს მიხედათ. მე ოფისში წავალ, მაგრამ რომ მოვალ, ამიხსნი რა ხდება. Ne oldu ne bitti anlatacaksın. Tamam ya. კარგი ენგენ, მიდი. ლეილა, მომიახლოვდი. ბადანა სერკალ? გისმენთ? ყველაფერზე რაც დღეს მოხდა, შენ ხარ პასუხისმგებელი. გათავისუფლებული ხარ, ლეილა. მართლა? Evet Leyla. კი მართლა. მადლობელი. Gidebilirsin. შეგიძლია წახვიდე. წავა. წავდი. წამოდი ჩვენც წავიდეთ. იმედია. აღარასოდეს. აღარასოდეს აღარ შეგხვდებით. Görmemek dileğiyle. Duygular. ჩვენი გრძნობები ორმხრივია, ქალბატონო. ამას შეხედე. აუტანელი.